დიახ, ну ეს 7 აგვისტო არის ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და დღეს უკვე მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი თარიღი, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო დიდი სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი, იმ თვალსაზრისით, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით თავდასხმის მსხვერპლი და შვიდში დაიწყო სწორედ მასობრივი შემოსვლა რუსულმა ჯარმა ქართულ ტერიტორიაზე, მაშინ გააზრება თუ რამხელა მტერს უპირისპირდებოდით და როგორ დადგა ჩვენი სახელმწიფო და არ გატყდა მათ შორის პარტნიორების მხარდაჭერით, ამერიკელების მხარდაჭერით, პრეზიდენტების მხარდაჭერით, რომლებიც მე ჩამოფრინდნენ საქართველოში, თურმე რამხელა, რამდენად დიდ მტერთან ჰქონდა საქმე, რამდენად დიდ გამოწვევას გაუმკლავდა საქართველო, მაშინ პრაქტიკულად მარტო არ იყო, იმიტომ რომ მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ გააზრება მასშტაბის ამ პრობლემის არ იყო. ამ ომის შემდეგ, ამ თავდასხმის შემდეგ, რომელსაც ქართულმა სახელმწიფოებრიობამ გაუძლო, შექმნა გმირები, შექმნა მართლა უკვდავი გმირობის მაგალითები. ამ ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა სწორედ მთელი ევროპის გასაგონად და მაშინ ჯერ კიდე ამის აღქმა არ იყო, რომ შემდეგი სამიზნე იქნებოდა უკრაინა. იქ ყირიმზე ლაპარაკობდა კონკრეტულად. მაშინ რომ გააზრებული ყოფილიყო, რომ იქვე საქართველოსთან რუსეთის გაჩერება და მთლიანად უსაფრთხოების სისტემის შეცვლა დაიცავდა ევროპულ უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, უფრო წინ ვიქნებოდი დღეს ყველა, თუმცა დღეს საქართველოს ომის, საქართველოზე თავდასხმის მაგალითი აი ამ უკრაინის ომის ჭრილში, ევროპის უსაფრთხოების ჭრილში კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს თუ რამდენად ძლიერია ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ხალხის გაუტეხლობა ამ ხელა მტერის წინაშე. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს 7 აგვისტოს საქართველოს ყავს კოლაბორაციონისტი მთავრობა. ანუ ჩვენ ყავს რუსები მთავრობაში. ანუ ეს არის მთავრობა, რომელიც ატარებს ინტერესებს, ვინც დაგვესხა თავს, და ეს ჩანს ძალიან ბევრ რამეში, ხო, კომისიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ის, რომ საკუთარ სახელმწიფოს დააბრალონ, რომელიც იყო თავდასხმის მსხვერპლი, დააბრალონ ომის დაწყება და უბედურება საკუთარ ტერიტორიაზე, რომ კონკრეტულად ვინც ამ ომში არ გატყდა, იბრძოლა, ისინი გამოიყვანონ მტრებად და ჩაანაცვლონ ეს. ან რუსული, რაც პუტინს სურდა, იმას ლაპარაკობს დღეს რუსული ოცნება და ამ მხრივ ეს არის დიდი გამოწვევა, რომ ის გმირები, რომლებიც მაშინ შეეწირენ, ის საქმე დღეს ჰიბრიდული ომის პირობებში, მაგრამ აუცილებლად არის გასაგრძელებელი. და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ელენე დრო აღარ მრჩება და მოკლედ უნდა გთხოვოთ, დიდი ბოდიშის მოხდით, დიდი ბოდიშის მოხდით. პირიქით, კი. მესამე მინდოდა გეთქვათ, აზრი დაასრულეთ, ოღონდ ესე ვერ შევწყვიტავთ საუბარს. ხო, ანუ ევროპული პერსპექტივა, რომელიც გაჩნდა, არის მათ შორის იმ გმირების სიმამაცის დამსახურება, რომლებმაც მაშინ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაიცვეს. ელენე, კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, უნდა დავასრულო სამწუხაროდ დრო შეზღუდული მაქვს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რაზეც თქვენ საუბრობდით და გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ამ თემაზე საუბარს. გემშვიდობებით დროებით, მაყურებელსაც დავემშვიდობ